საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის 72% თბილისს უჭირავს, 20% ბათუმს, 8% კი სხვა ქალაქებზე მოდის. უძრავი ქონების პირველად ბაზარზე 2022-23 წლებში აქტივობა მკვეთრად გაიზარდა. 2024-ში კი ზრდის ტემპი დასტაბილურდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ბაზრისთვის 25 წელი შედარებით სუსტად დაიწყო, წლის განმავლობაში ტრანზაქციების რაოდენობა პირველად და მეორად ბაზრებზე მნიშვნელოვნად იმატა. საინტერესოა, როგორ შეიცვალა საცხოვრებელი ბინების ფასები წელს და რა მოლოდინები არსებობს 2026 წელთან მიმართებით. მოგესალმებით. მიმდინარე წლის გაყიდვების საერთო სურათის დანახვაში და 2025 წლის შეჯამებაში დაგვეხმარება ჩვენი სტუმარი TBC კაპიტალის უფროსი ასოცირებული მკვლევარი სალომე დეისაძე. სალომე, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე და ქეთის, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა გვექნება, რადგან როგორც ყოველთვის TBC კაპიტალმა საინტერესო კვლევა გამოაქვეყნა. მოდი დავიწყოთ შეფასებით. როგორ აფასებთ 2025 წელს თბილისის უძრავი ქონების ბაზარს? როგორი იყო ბინების გაყიდვების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით? როგორი იყო ფასის ზრდის დინამიკა და რა ფართის ბინებზე იყო მოთხოვნა და შეიცვალა თუ არა ეს მოთხოვნა წინა წელთან შედარებით? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. მოდით დავიწყოთ გაყიდვებით. 2025 წლის 11 თვეზე ვისაუბრებ. 2025 წლის 11 თვის მონაცემებით თბილისში გაიყიდა 36854 ბინა, რაც წინა წელთან შედარებით არის 3%-იანი ზრდა, საკმაოდ ნორმალიზებული, დასტაბილურებული ზრდის ტემპი არის და ვფიქრობთ, რომ წელიც სწორედ ასე ჩაიხურება. რაც შეეხება ფასს, ნოემბერში უკვე საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე თბილისში იყო $1341, რაც წინა წელთან შედარებით 4%-იანი ზრდა არის. აქაც უკვე ხედავთ დასტაბილურების ტენდენციას და ვფიქრობთ, რომ წელიც სწორედ ამ მაჩვენებლის ირგვლივ ჩაიხურება. ასევე რომ შევეხოთ ძირითად ინდიკატორს გაქირავების ბაზარსაც, ნოემბრის მონაცემებით საშუალო გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე $10.1 იყო, რაც წინა წელთან შედარებით არის 12%-იანი შემცირება. ეს შემცირება ჯერ კიდევ 2023 წლის მარტიდან უკვე დაიწყო ქირაში შემცირება, იმიგრანტების ეფექტი სწორედ ყველაზე მიგრაციის ეფექტი შემცირების მერე კი. ყველაზე მეტად სწორედ იჯარაზე აისახა და მას შემდეგ უკვე დაკორექტირება დაიწყო. ვფიქრობთ, რომ ეს წელი ასე ჩაიხურება და დასტაბილურების ტენდენცია ქირაში გაგრძელდება, თუმცა ეს შემცირების ტენდენცია არ იქნება ისეთი მკვეთრი, როგორიც ეს იყო 2025-ში და 2024 წელს. და რა ფართის ბინები გაიყიდა საშუალოდ თუ გვაქვს ეს მონაცემი და რამდენად შეიცვალა ეს მოთხოვნა ბინების ფართებთან დაკავშირებით? ძირითადად თბილისში მაინც რასაც ხედავთ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არის იცვლება მოთხოვნა, ეს არის 50-75 კვადრატული მეტრის ბინები, სწორედ აქ არის გაყიდვების დიდი ნაწილი კონცენტრირებული. რომელიც სავარაუდოდ უფრო საინვესტიციოდ იყიდება, რადგან ძირითადად დეველოპერები ზუსტად ასეთი ბინის ფართებით აგეგმარებენ თავის პროექტებს და იცი რაზე გვინდა კიდე გავამახვილოთ ყურადღება. წელს იყო საინტერესო ტენდენცია თბილისის ბაზარზე, რადგან კომპანიებმა ბათუმის ბაზრის მსგავსად დაიწყეს დაპირებების გაცემა სამომავლო ამონაგების კუთხით და საინტერესოა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე რა მდგომარეობაა ამონაგებთან დაკავშირებით და რამდენად ეწევა ის დეპოზიტების განაკვეთების დინამიკას? დიახ, ვისაუბრებ ამ თემაზეც. ამონაგები, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება, ეს არის იჯარა და გასაყიდი ფასი. იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ მქონდა ქირაში შემცირების ტენდენცია, მაგრამ ფასში მქონდა ზრდის ტენდენცია, რა თქმა უნდა, ეს ორი ფაქტორი, ფასის ზრდა ამონაგებს თავის მხრივ ამცირებს და პირიქით, ანუ იჯარის შემცირება ასევე ამონაგებს ამცირებს, ამიტომ ჩვენ მქონდა ესეთი შემცირების ტენდენცია უძრავი ქონების ამონაგებში. 2025 წლის ნოემბერში უძრავი ქონების ამონაგები 8.3%-ის ფარგლებშია, თუმცა ეს არის უკვე გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს დაუახლოვდა და გრძელვადიან მაჩვენებელთან არის ახლოს და რომ შევადაროთ სხვა აქტივებს, იგივე უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების განაკვეთს, ეს მაჩვენებელი მაღალი არის, ასევე მაღალი არის ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საინვესტიციო თვალსაზრისით საქართველოში და თბილისის უძრავი ქონების ბაზარი არის კვლავ მზიდველი საინვესტიციოდ და ასევე მინდა შევეხო საინვესტიციო მოთხოვნასაც 50 ან თბილისში ძირითადად წამყვანი მაინც არის საცხოვრებელი მიზნით შეძენილი უძრავი ქონების გაყიდვები, ძირითადად 80% სწორედ ამ მიზნით ყიდულობს.
და გაყიდულობს თბილისში ბინას, თუმცა ბათუმში გვაქვს შებრუნებული მდგომარეობა, იქ პირიქით საინვესტიციო მოთხოვნა არის წამყვანი და იქ ძირითადად სწორედ საინვესტიციო მიზნით ყიდულობენ და ეს კარგად ჩანს თუნდაც თვითონ უძრავი ქონების საშუალო ფართობზე, ასე ვთქვათ, თბილისში 50-75 არის საშუალო ფართობის ბინები, რაც იყიდება ძირითადად. ბათუმში ეს მაჩვენებელი ბევრად დაბალია და სადღაც აი 35-50 ის ვთქვათ. სალომე, ეს მიმზიდველობა როგორ ფიქრობთ? ანუ რა მოლოდინები გაქვთ, რომ 2026-იც შენარჩუნდება უცხოელებისთვის? დიახ, ანუ იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ქირაში აღარ ველოდებით ისე მკვეთრ შემცირებას და ვფიქრობთ, რომ ფასიც დანორმალიზდა და გააგრძელებს ნორმალიზებულ და სტაბილურებულ ზრდისწრებს. ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება უძრავი ქონების ამონაგებიც და ვფიქრობთ, რომ კვლავ მიმზიდველი იქნება. ეს სასიამოვნო მოლოდინებია. დამატებით გვაინტერესებს, რახან ჩვენ ზოგადად მიმოვიხილეთ ორივე, ანუ პირველადი და მეორადი ბაზრები, ახლა უფრო დეტალურად რო ჩავშალოთ, როგორ განსხვავდება დინამიკა ახალ, ანუ მშენებარე ბინების ბაზარსა და მეორად ბინებს შორის. და საინტერესოა, ორივე ბაზრის ჭრილში 2025 წელს რა საშუალო ფასი დავიჭირეთ, ეგეც საინტერესოა და რამდენად არის ზრდა წინა წელთან მიმართებით და კიდევ ერთი დამატებითი კითხვა, ამ ტრანზაქციების მოცულობაში მაღალი საფასო კატეგორიის ბინებს რა წილი უჭირავთ? არის თუ არა ამაში მნიშვნელოვანი ზრდა? მაღალ საფასო კატეგორიაში უფრო დავაზუსტებ, რომ გულისხმობთ $1800-ზე ზევით ღირებულების კვადრატული მეტრის ბინებს. კი ბატონო, საკმაოდ ვრცელი კითხვა არის და შევეცდები დავფარო. შეგახსენებთ პარალელურად. კი ბატონო, დავიწყოთ ახალი და ძველი ბინების შედარება. ჩვენ რასაც უყურებთ საჯავროეთში დარეგისტრირებულ ტრანზაქციებს, ახალ ბინებს ჩვენ უყურებთ როგორც ბინებს, რომლებიც გაიყიდა მათი მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 3 წელზე ნაკლებ პერიოდში, ეს არის ახალი ბინები და თუ 3 წელი და მეტი, ეს უკვე არის ამას ვთვლით, რომ ეს არის უკვე ძველი ბინა, ესე უყურებთ ბაზარს. ძირითადი წამყვანი აქ არის ძველი ბინები და სადღაც საშუალო 15-20%-ის ფარგლებში არის ახალი ბინების გაყიდვები მთლიან ტრანზაქციებში. აი მასშტაბზე რომ წარმოდგენა ბოდიშო ჩაგეძიო, შეიძლება ეს ძველი ბინები რეალურად იყოს ახალაშენებული ბინა, რომელიც გადაიყიდა, ხო? ანუ ეს მონაცემით შედის ამ ძველ ბინებში, თუ მაინც და მაინც მეორად ბაზარზე ვსაუბრობთ ძველად აშენებულ სახლებზე. ძველ ბინებს ჩვენ განვარტავთ როგორც ბინები, რომლებიც აშენდა აი 3 წლის პერიოდი, რაზეც ვისაუბრებთ, თუ მათი მშენებლობის ნებართვა არ არის გაცემული უახლოეს 3 წელში, მაშინ ამ ბინას უკვე ჩვენ კატეგორიაში ვატარებთ როგორც ძველი ბინა, თუმცა შეიძლება ეს იყოს, რა თქმა უნდა, თუ შევხედავთ ანუ 2020 წელს ვისთვის ან განმარტების საკითხია, ეს როგორ განმარტავთ, ეს არის ჩვენი მეთოდოლოგია, როგორც განმარტავთ. დაახლოებით 15-20%-ის ფარგლებში არის ახალი ბინების გაყიდვები და მასშტაბზეც რომ ვისაუბროთ, თუ დავუშვათ საშუალოდ სადღაც 3300-3400 ბინა იყიდება თვიურ ჭრილში თბილისში, აქედან 6300 არის ხოლმე ახალი ბინების გაყიდვები. და ანუ ამ ხრივაც მნიშვნელოვანი საშუალო ფასები როგორი უჭირავს? აი პირველად ბაზარს მაგალითად რა საშუალო ფასი გამოვიდა? საშუალო ფასებში ძირითადი სხვაობა მაინც აი საშუალოდ რომ ვისაუბროთ, სადღაც $200 არის, გამომდინარე იქედან რომ ძველი ბინებში ტარდება ისეთი ტრანზაქციები, რომლებიც აი მშენებლობა უკვე დასრულებულია და აქ უფრო მაღალი არის ფასები. ასევე მაღალი საფასო კატეგორიის ბინებსაც შევეხები. ნოემბერში მაგალითად $1800-ზე მაღალი ღირებულების საფასო კატეგორიის ბინების გაყიდვების წილი დაახლოებით 16% იყო 2025 წლის ნოემბერში და წინა წლის ნოემბერს რომ შევადაროთ, იქ 12% იყო. აქაც გვაქვს 4%-ული პუნქტით ზრდა, თუმცა როდესაც რა თქმა უნდა საშუალო ფასი იზრდება, აქ პროპორციულად უნებრივად ხდება უკვე კატეგორიებში, ესე ვთქვათ, ზემოთ გადანაცვლება. ძირითადი მაინც $1500-1500 ფარგლებში არის ბინები. საინტერესოა, რომ წინა წელს მნიშვნელოვანი ზრდა გაყიდვებში დაფიქსირდა სამგორის რაიონში და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გაყიდვების კუთხით იყო დიდი დიღომი. საინტერესოა, როგორი სურათი გვაქვს 2025 წელს, როგორ გადანაწილდა გაყიდვები უბნების მიხედვით და რამდენად კვლავ მზარდია მოთხოვნა არაცენტრალურ უბნებზე. ახალ ბინებზე რომ ვისაუბროთ, აქაც ძირითადი მაინც ანუ დიდი დიღომი თავისი მასშტაბიდან გამომდინარე კვლავ წამყვანი არის და აი 40%-ის ფარგლებში არის ახალი ბინების გაყიდვებში ძირითადად, ანუ მთლიან გაყიდვებზეც რომ ვისაუბროთ 20%-ამდეა ეს წილი. რაც შეეხება თვითონ ახალი ბინების
ბანკში, რომელი ბანკში იყიდება ძირითადად. ეს არის თუ დავუშვათ სამგორი და ვაკე იყო 2024 წელს მნიშვნელოვანი ზრდა არის ისევ ვაკეში და კრწანიში. თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ეს არის დაბალი შედარებით ნაკლები ტრანზაქცია ხორციელდება ამ უბნებში, რა თქმა უნდა, ერთი პროექტის დასრულება უკვე ექსპლუატაციაში შესვლა ზრდის ტრანზაქციებს მნიშვნელოვნად და ეს აისახება ხოლმე ამ ტრანზაქციებში. ნებართვების მიხედვით თუ სწორად მახსოვს აღნიშნეთ, რომ დღეს ყველაზე დიდი რაოდენობის ნებართვები კონცენტრირდება დიდი ღომზე, ხომ ესეა? დიახ, 2025 წლის 10 თვეში გაცემული ნებართვების 20% სწორედ დიდი ღომში არის კონცენტრირებული, შემდეგ მოდის უკვე 18%-ით გლდანი და ისანი. სალომე, ახლა რომ გამოვიდეთ თბილისიდან და უბრალოდ დავახასიათოთ აი ტრანზაქციების მოცულობები ქალაქების მიხედვით. რომელი ქალაქები ლიდერობენ პირველ რიგში? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი იქნება ბათუმი. ბათუმი საინვესტიციოდ ყოველთვის საინტერესო იყო და თუ თბილისში ძირითადად საცხოვრებელი დანიშნულებით ყიდულობენ, ბათუმი უფრო საინვესტიციო ტიპის უძრავქონებას აერთიანებს. აი როგორი წელი იყო 2025 წელი ბათუმისთვის და რა პროგნოზები არის მან რამდენად დადებითი და ჯანსაღი პარამეტრები შეიძლება შეინარჩუნოს ისო ბათუმმა 2026 წელს. მაგრამ ისე საინტერესოა ქუთაისიც თუ მოხდა თქვენ კვლევაში, იმიტომ რომ ქუთაისშიც საკმაოდ ისეთი მაღალი ბუმი არის სამშენებლო. კი ბატონო, ვისაუბრებ ამ კითხვაზეც. 2025 წლის 10 თვეზე ვისაუბრებ ბათუმის შემთხვევაში. ტრანზაქციები ბევრად უფრო აქტიური იყო უძრავი ქონების ბაზარი ბათუმისთვის, 12%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, სადღაც 13400-ის ფარგლებში არის. წინა წელთან შედარებით, როგორც უკვე ვთქვი, 12%-იანი ზრდა არის, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ 2022 წლის შემდეგ 2023-ში, 2024-ში ჩვენ მქონდა შემცირების ტენდენცია ბათუმში და შესაბამისად დაბალ ბაზას ვატარებთ შედარებით, ამიტომ ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის. რაც შეეხება ფასს, 10 თვის საშუალო ფასი არის ბათუმში კვადრატულ მეტრზე $1386, რაც თბილისის მაჩვენებელს უკვე აღემატება. ეს არ არის, ესე ვთქვათ, გასაკვირი, იქიდან გამომდინარე, რომ ბათუმის სწორედ საინვესტიციო მოთხოვნის მხრივ ერთ-ერთი წამყვანი სწორედ ბათუმში ეს არის. სხვა ქალაქებსაც ძალიან მოკლედ შევეხები მე, განსაკუთრებით აქტიური იყო 2025 წელს თელავის, ქუთაისის და რუსთავის ბაზარი. თელავში მაგალითად ტრანზაქციები 10 თვეში 58%-ით გაიზარდა, თუმცა აქაც უნდა აღინიშნოს, რომ შედარებით დაბალ ბაზებზე ვსაუბრობ, თუმცა ტრენდის მხრივ, რა თქმა უნდა, გააქტიურდა აქაც ბაზარი, ფასებშიც დადებითი დინამიკა არის და სადღაც 10%, 17%-ის ფარგლებშიც კი მერყეობს ფასების ზრდის ტემპი ამ ქალაქებში. და ბოლო კითხვა, როგორი მოლოდინებით ხვდებით 2026 წელს, როგორი პროგნოზი გაქვთ TBC კაპიტალს, როგორი პროგნოზი აქვს უძრავი ქონების ბაზართან დაკავშირებით? ძალიან მოკლედ რომ შევაჯამო, უძრავი ქონების ბაზარზე ველოდებით, რომ მდგომარეობა სტაბილური იქნება, ბაზარი სტაბილურ ფაზაში შევიდა, ველოდებით, რომ ნორმალიზებული, დაბალანსებული ზრდის ტემპი იქნება ბაზარზე, ანუ გაყიდვებში, გასაყიდ ფასში არ ველოდებით მნიშვნელოვან ცვლილებას, რა თქმა უნდა, იმ დაშვებით, რომ არ ხდება რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება გარემო პირობებში. რაც შეეხება ქირას, აქ ველოდებით, რომ გააგრძელებს დაკორექტირებას, თუმცა ეს შემცირების ტენდენცია არ იქნება ისეთი მკვეთრი, როგორც ეს იყო წინა წლების შემთხვევაში. სალომე, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო დისკუსიისთვის.